მადლობა მოგესალმებათ ვანო ჯავახიშვილის შოუ ისტორიული მნიშვნელობის მონოლოგი გველი ძვირფასო მეგობრებო. დღეს ვისაუბრებთ ხალხისთვის უსაყვარლეს გიგანტებზე. მაგალითად, ივანიშვილზე, სააკაშვილზე, ივანიშვილზე, ქობულიაზე, ივანიშვილზე, ხანთარიაზე, წულაიაზე, ივანიშვილზე, ზელენსკიზე, სააკაშვილზე და რა თქმა უნდა ევროკომისიის კრიტიკულ დასკვნაზე, ანუ ივანიშვილს. ესე დალაგდა, რა ვიცი, ესეთი ყობაგა. როგორც ისიც შუალედურ არჩევნებში ზუგდიდის მერად ნაციონალურ მოძრაობამ წარადგინა სანდრა როლოვსი, მეორევე დღესვე ზუგდიდის რაიონში უეცრად თავი ამოყო და მოსახლეობას დაპირებული კეთილდღეობის მოახლოება ახარა ბიძინა ივანიშვილი. ზოგმა თქვა ბიძინა ვეტრფენმა ჩაიყვანაო, ზოგმა თქვაო მანქანამ ჩაიყვანაო, გეშლებათ მეგობრებო, არჩევნების წაგების შიშმა ჩაიყვანა ძირითადად. ჩვენ ესე ვფიქრობთ. ნახოთ ბიძინას მადლიანი ვიზიტი სამეგრელოს მიწაზე. ძალიან შიგნითაც აძლევდა 1 მილიონი გრამაში შეჭრა. მადლი იქნება თქვენ. ხედავთ, ძირფასო მეგობრო, რა თავდაბალი კაცია. ტელევიზიების კი არ წაუყვანია, ისე ჩავიდა ჩუმად. და ვიღაცა მაინც და მაინც რაღაცა გადაუღო ჩუმად ტელეფონით. სრულიად შემთხვევით. ვითომ აი რა ვიცი, არავინ რო არ იცოდა რა ვიღაცა გამლელმა გაიარა და ტელეფონით გადაუღო. მეტი ისეთი არაფერი არ. ვინ ხარ კაცო შენ? რატო უღებ ამ სოფლის გზაზე მოსიარულე სასწაულს? იქნება და ჩუმად უნდა რომ გააკეთოს სიკეთე. ხო შეიძლება კაცმა უცებ გადაირბინოს გვერდზე და მადლი დადოს ქვაზე. რას მისდევ ამ ტელეფონს? ეს კადრები რო გავვრცელდა თურმე გაბრაზებულა ბიძინა, როცა სიკეთე მინდა გავაკეთო, მაინც და მაინც მაშინ ამთხოვენ ამ არჩევნებს. ჯერ იყო და ხალხისთვის სესხების გასტუმრება მინდოდაო, დავაპირეო და მაშინ მოუნდათო არჩევნების დანიშნაო. ეხლა კიდე ესო, თურმე 2020 წლისთვის გეგმავს ბიძინა ქვეყნის გაფრწყინებას და ხო ვიცი, მაშინაც რაღაც არჩევნებს დაამთხოვენ. მე ესე ვფიქრ, რაღაცა ესე ჩასაფრებულები არიან. როგორც ნახეთ, ივანიშვილმა მშენებარე ტაძარიც მოინახულა, ხატებს ეამბორა, ილოცა და მილიონებსაც დაპირდა. ბატონო ბიძინა მაგსაც საქციელს ფარისეულობა ქვია და რა ვიცი, აი რა გითხრა, ჩვენ გაპატიებთ, მაგრამ სხვათა შორის აქაც შემთხვევით უღებდა ვიღაც, შემთხვევით და ხატებზე მთხოვის კადრის გადაღებისას თურმე 40 დუბლი დაჭირდა იმ შემთხვევით გამვლელს. ბუნებრივობა აკლდავს სახეებს. ივანიშვილის ამ საქციელმა მართლა დამაჯერა, რომ ბიძინა არის ოლიმპიური მორწმუნე. 4 წელიწადში ერთხელ ახსენდება ღმერთი. მეგრელებს ბიძინა ასევე დაპირდა სახმუზეუმის აშენებას, საბავშვო ბაღს და ინფრასტრუქტურულ მოწყობას. რასაც სახელმწიფო ვერ გაწვდებაო, მე დავაფინანსებო. ბოლოს კი რა თქმა უნდა აღმოჩნდება, რომ ყველაფერს სახელმწიფო გაწვდა. აღმოჩნდა, რომ საქართველოს მეფემ დავით ბაგრატიონოვმა ბიძინა ივანიშვილს რაინდის წოდება მიანიჭა. ბიძინა ამ ჯილდოს სიამოვნებით დათანხმდა, მაგრამ რაინდად კურთხევის ცერემონიაზე არ მივიდა. აბა ეხლა მაგ ჭკუაზე ვარ, რომ ბიძინამ თქვა კისერზე ხმას დავადებინებ ფილმებს. კაცი სარკეს არ ენდობა და რანაირად. როგორც კი მეფემ ივანიშვილს რაინდის წოდება მიანიჭა, რაინდი ბრონირებულ მერსედესში ჩაჯდა და თავის გზას გაუყვა. ხოლო მეფე ამაყად იდგა და მთელი 20 წუთის განმავლობაში 126 ნომერ მარშრუტკას ელოდება. თუ გონია თუ რამე ტყუილი ვთქვი, მართალი ვთქვი. ისე წესის მიხედვით რაინდი სულ მეფესთან უნდა იყოს და გასაჭირში გვერდიდან არ უნდა ცილდებოდეს. ხო მეთანხმებით? ხო და გაიქცა მეფე. წავიდა გუშინწი გაიქცა აეროპორტში ნახეს ბოლოს. მიხედეთ ვინმე მიაქციეთ ყურადღება, გვერდში ადამიანი ჭირდება.
პარლამენტში მორიგი კამართი მოხდა უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ეს ვიდეო ვნახოთ. და პირდაპირ ილია ჭავჭავაძე ამოიღეთ, ილია ჭავჭავაძე ამოიღეთ სწავლების მიზნიდან. აი ეგ არის. ილია რო აქ იყოს, ეხა გეტყოდა რატიანი გადიგარეთო. ვაიმე გენოცვალე. აი რა კარგად იცნობს ნუკრი ქანთარია ილიას შემოქმედებას. მარტო იმას კი არ ეტყოდა რატიანი გადიგარეთო. ილია რო იქ ყოფილიყო ეგრევე ხელუკლუბმა ქეფავდა სახეში, მე ხო ვიცია რა. აი ეს ხელუკლუბმა ესეთ ქეფავდა სახეში, რატია. ისე მართალია, კი, ილია ეტყოდა რატიანს გადიგარეთო. გაბრაზებული აკაკი დაუმატებდა ფურთხის ღირს იყარ შე ოპოზიციო, შენ ოპოზიციაო. და მე ვაჟა წამოხდებოდა და პაპაპაპაპა დღეს სტუმარია ეგ ჩვენიო. თუნ ზღვა ემართო 9 წლიანი სისხლიანი. აი ახლა ასე ერთობიან ეს დეპუტატები რა ვქნა. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რუსთავიორისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ თბილისის აეროპორტიდან ჩემს ბიბლიოთეკამდე მიმაღწევინა და 72 საათში დავამთავრე ბიძი და ივანიშვილი. მიშიკო, რომელ წიგში გიდეს ყუმბა რა? ეთყობა იცის მიშამ, რომ არც ერთი ქოცი ბიბლიოთეკაში შემსვლელი არ არის. რა გაგიკვირდათ, რა იყო, როგორც ვამპირები ვერ შედიან ეკლესიაში, ისე ვერ შედის ქოცი ბიბლიოთეკაში. შეულები ამბობენ. სააკაშვილმა ასევე ეთქვა, რომ არანაირი თანამდებობა არ მჭირდებაო მეო. მინდაო ჩემს ვენახს მივხედო, ყურძენი დავწურო, დიდი ყვარლის მერად დავინიშნო. ხედავთ? მაინც უნდა რაღაცა თანამდებობა, ხვდებით? აი რაღაცა თანამდებობა უნდა. შეიძლება ტვინიკი დაარწმუნოსო თანამდებობაზე უარი ითქვას, მაგრამ ორგანიზმი არ გაუშვებს. მიხვდით როგორია? მოწყობილობა აქვს ეგეთი თვითონ აღნაგობა, აღებულობა, ეგეთია. ანუ მიხეილ სააკაშვილმა თვითონ აღიარა ქართულმა ოცნებამ ისეთ პირობებში შეუქმნა ბიზნეს, რომ ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ ღვინის წარმოებასო. ის კი არ იცის, რომ 2020 წელს ოცნებისთვის ფულის შეწირვა მოუწევს. როგორც თავისუფალ ბიზნესს. ესე ხდება. ევროკომისიამ გამოაქვეყნა ძალიან კრიტიკული დასკვნა საქართველოს შესახებ, სადაც დაგმობილია ქართული ოცნების არადემოკრატიული ნაბიჯები. ამ წერილით ევროსაბჭომ დიპლომატიურად გვითხრა ის, რაც გოგი წულაიამ ქუთაისიდან შემოუთვალა მთავრობას. პატარა შიგ ვარა გაქვს შაბელსახლებ. როგორ შეიძლება ასეთ საუბარი ბატონო გოგი, მაგის გამო შეიძლება დაგიჭირონ და ბრალი წაგიყონონ ამ მთავრობის პირადი ცხოვრების, ამსახველი რეალობის ზეპირ სიტყვიერი გავრცელებით. უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მოქმედ პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს მოუგო იუმორისტმა და ტელეწამყვანმა ვლადიმერ ზელენსკიმ. ხედავთ? გაჭირვებულ ქვეყანაში ოლიგარქს არჩევნები მოუგო იუმორისტმა. რა საოცარი მინიშნებაა ხალხი. გაჭირვებული ქვეყანა ჩვენს გვაქვს, ოლიგარქი ჩვენს გვყავს და ერთი იუმორისტი ტელეწამყვანი გვაპოვნინე ღმერთო. სადმე იქნება იყოს ვინმე ესეთი ღვთისმიერი ადამიანი. ესე იგი, უკრაინაში არჩევნების პირველი ტური მოიგო იუმორისტმა, ტელეწამყვანმა და ჩემმა კოლეგამ ვოვა ზელენსკიმ. დიდი იმედი მაქვს, რომ ზელენსკი გახდება პრეზიდენტი და პატარა იმედი მაქვს, რომ ახლო მომავალში ისევ კოლეგები ვიქნებით. აი ყოჩახ უკრაინელებო, რომ იუმორისტი კაცი ასე დააფასეთ და პრეზიდენტად გინდათ. აბა ჩვენია პრეზიდენტი. ლაპარაკი მაგას არ უარდა და საქმე. სასწრაფოდ საპრეზიდენტო, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია ჩასატარებელი საქართველოში. შემოხაზე 99 ღორი კი არა ვარ, ღორი არა ვარ რა, უბრალოდ ამის თქვა. ისე რას გვაკვირვებს ეს უკრაინა მე არ მესმის კაცო. იუმორისტი ჩვენ ჯერ კიდევ 7 წლის წინ ავირჩიეთ. კაცი რასაც ლაპარაკობს, იმაზე ჩვენ გვეცინება და რასაც აკეთებს, იმაზე კიდევ მტერს ეცინება. უკრაინის არჩევნებზე საინტერესო კომენტარი გააკეთა გიორგი გაბუნიამ. მოდით ვნახოთ ეს ვიდეო. სხვადასხვის მე მივხვდი, რომ დიდი შანსი აქვს პრეზიდენტობის ვანო ჯავახიშვილს. შოუმენიც არის, კომიკოსიც არის, პოლიტიკაშიც ერკვევა ბევრ პოლიტიკოსზე უკეთესად. ტელეწამყვანი ხომ არის და არის და რაც თავარია ხალხს უყვარს. ასე რომ ვანო იფიქრე პრეზიდენტობაზე, ნუ რამდენიმე წელიწადში რა თქმა უნდა.
ოხეს გაბუნია, როგორი კარიერისტია, როგორი მიხვდა რომ ამ ქვეყნის ნათელი მომავალი მე ვარ და დაიწყო უკვე შემოძრომა, ვერ ეღირსები გიორგი, მე გუნდს ახალგაზრდებით დავაკომპლექტებ. იქ შენი ადგილი არ იქნება, გამორიცხულია. ბოლოს კი მინდა გითხრათ, რომ ჩემ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თამარ ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. ჩვენი ერი თანამდებობაა თამარია.